მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა მე თქვენ მინდა გაჩვენოთ Red-Eye Air Control Extremis კონდახის მოხსნა და კონდახში ინტეგრირებული ზამბარის გაწმენდის პროცესი და დაშლა აწყობის პროცესი და წმენდის პროცესის შესაბამისად. თუმცა პრინციპი, ახლა ჩვენ კი ამ თოფზე გავდივართ ამას, მაგრამ პრინციპი ყველა ინერციულ თოფს, რომელ თოფსაც აქვს ზამბარა კონდახში, არის ერთი და იგივე, ამისი დაშლა აწყობისა. განსხვავდება ერთადერთი უკან დამჭერი თავაკის ზომებით, ვთქვათ ამის შემთხვევაში თუ გვიყენია ბოლტი, ატანეოს შემთხვევაში ამ ბოლტზე შიდა 6 კუთხა საკლუჩი აქ ამოხრახნილი და პირდაპირ იმით უნდა მოუშვა. ესეთი მცირედი განსხვავებებია, თუმცა საერთო ჯამში კონცეფციურად პრინციპი არის ერთი და იგივე. კაი, დავიწყოთ ახლა ეს პროცესი ჩვენ და თანდათან განვითარდეთ. რა თქმა უნდა, ზედმეტი სიმძიმეები მოვიცილოთ თოფიდან. მოხსნათ სერიოზ სამჭერი, მოხსნათ თავად ცევიო, მოხსნათ ჩამკეტი მექანიზმი, მაგრამ ჩამკეტ მექანიზმს მანამდე ვერ გავაძრობთ წინ და ბევრს ვიწვალებთ და ვიჩალიჩებთ, ესეთნაირად, ამიტომ ჯობია, რომ ეს მშვილდი უკან ჩავკეტოთ და შემდეგ ამას უკვე მარტივად გავიტანთ და გადავდებთ გვერდზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ არ გვჭირდება, მაგრამ მაინც შეგვიძლია რომ მოვხსნათ ჩამკეტი მექანიზმიც, ჩამკეტი კი არა, დამცე სასხლეტი მექანიზმიც შეგვიძლია რომ მოვხსნათ ამ თოფიდან და გადავდოთ გვერდზე. დაგვრჩა ცარიელი ფუტლიარი ცალსახი. შემდეგ ვხსნით ჩვენს ხარზე მისაღრდნობს ბიტჭს. ამის მოხსნა აღარ გვინდა. შემდეგ ჩვენ აქ გვაქვს ესეთი რავი, ახლა აქ რამდენად გამოჩნდება, არ ვიცი, აი როგორი ოთხკუთხედი ჩვეულებრივი სტანდარტული დამჭერი გვაქვს. ეს არის 13 ზომის, თუ არ ვცდები, 13 ზომის არის, იმიტომ რომ ეხლა მე მაქვს ესეთი 14-იანი გაკეთებული, რითაც მაგას ვხსნი ხოლმე და აი ზედ ლაყუნობს რა. რახან ერთჯერ მოხსნა და ორჯერ მოხსნა, რაღაც თავი არ შევიწუხე. ახლა მოვხსნით მოკლედ ჩვენ ამას აქედან მევხსნით 14-იანით, თუმცა ვფიქრობ, რომ 13-იანით უნდა მოერგოს, თუ არა და 14-იანი უეჭველი მუშაობს აგერ ფაქტია. ხო, ახლა ჩვენ ეს კონდახი გვაქვს ჩვენს ზომაზე დახრილი, როგორც ჩვენ გვჭირდება. მაგის დახრის ამბებზე აღარ დავიწყებ ბევრ ახსნა-განმარტებას, იმიტომ რომ ადრე მაქვს გაკეთებული ვიდეო და მით უმეტეს კიდე ყველა ესეთ თოფს მოყვება წიგნი, რომელიც წიგნშიც იმაზე უკეთესად ახსნილი, ვიდრე მე აგიხსნით ამ ყველაფერს ბატონოჩი. ამიტომ ეს მოხსნილია, ესეთნაირად ეხლა ჩვენ წამოვიღებთ ჩვენს კონდახს, ბოლომდე მოხსნილი არ ყოფილა ბატონოჩემო ეს. და რაც მომწონს ამ ახალი Red-Eye-ისა არის ის, რომ ეს ასე რომ ვთქვათ ფანჯარა უგინდან ღიობი, სადაც შევდივართ ამ რაღაცების მოსახსნელად, აქვს ძალიან ახლოს, იმდენად ახლოს, რომ აი ამ ორი თითით ჩატუდენას ვაკეთებ რაღაცის ან დადება გინდოდეს, ან პირველადი მოჭერა გინდოდეს, ან რაღაცა, ანუ უფრო ზევით არის ამოწეული და სხვა შემთხვევაში უფრო ღრმათა აქვს თოფებზე, ეს ისევ ძველ მოდელ Red-Eye-ებს თუნდაც და სხვებს, სხვა მოდელებს ცოტა ძნელია ხოლმე იქ სიღრმეში რაღაცა სიზუსტეებით კეთებ. ესეთნაირად ავიღეთ
და გავათავისუფლეთ ჩვენი თოფი. ბატონო ჩემო, ეს ამოვიღეთ. ერთი ცალი ეს, მეორე დამჭერი მრავალკბილა შუა სადები, ესე დავარქმევდი ამას და თავად ეს რკინის მარეგულირებელი, რაზეც კუდით თოფი არის ესეთნაირად გამოჭერილი. აი, ესეთნაირად არის ეს ყველაფერი კონდახში აწყვობილი ბატონოჩი. აი, ესეთნაირად არის ეს კონდახში აწყვობილი. ეს არის მიბჯენილი კონდახზე და მოკლედ კონდახსა და ამ უკანა ტან შორის, გეჯის უკანა ნაწილ შორის ამ დამჭერი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, ეს დაფიქსირებული და გაჭედილი კონდახი. ესეთი რკინა, ეს კონკრეტული რკინა მოყვება ორი ცალი ჩვენ თოფს, რომელიც არის მემარჯვენის და მემარცხენის გადამყვანი, ორივე ესეთ შეიძლება. აი, ეხლა ამას ესე როგორც შეატრიალებს, უკვე მემარცხენეზეა თოფის კონდახი გადაწყობილი. ესე მოატრიალებ არის მემარჯვენეზე. მე ატრიალებით, გადატრიალებით უკვე დახრის კუთხეებს არეგულირებ და შესაბამისი უკანა სადები უნდა დაურთოთ ამ ყველაფერს კიდე, რაც აქვს მოყოლილი, ანუ აი ეს ასოები რო წერია აქ, ამის შესაბამისი ფირფიტები უნდა დააყენოთ და იმ შესაბამის ფირფიტის შესაბამის პოზიციაზე უნდა დააყენოთ ეს რკინა და იქნება თოფი თქვენზე მორგებული მემარჯვენეებისთვის თუ მემარცხენეებისთვის, ორივესთვის. ეს არის საჭირო რამე. შემდეგ ეხლა ყველაზე ძალიან აქამდე ყველა მიდის ამ თოფებთან, მაგრამ ამის შემდეგ ეშინიათ ხოლმე როგორ მოიქცნენ. აი, ამის შემდეგ ეშინიათ ხოლმე როგორ მოიქცნენ. თუმცა არაფერი საშიში არ არის. ზოგი ამბობს, რომ აი აქ რო დამიტრიალდესო ძირითად მუფტაშიო, მაშინ რა ვქნაო, რამე შველებაო, ხარ გაფრთხილებაო და ასე შემდეგ. არაფერი, ეს არის თავისი ფიქსატორით დაჭერილია აქ და თუ დატრიალდება და მოიშვება და მოიხსნება, არაფერი არ გაფუჭდება, შეგიძლია ესე დაუჭირო, აწყოთობთ და იმუშაოთ ჩვეულებრივ, თუ არა და თხევად ფიქსატორს დაურთავთ ისევ, სანტექნიკები თხევად ბაყლს რო ეძახიან, ეგ ვიცით 2 თუ 3 ნაირია, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ქვავდება და ვეღარ მოხსნი ძალიან ძნელია, მეორე რომელიც გათხოვის შედეგად შეგიძლია მოხსნა და აი მაგ გათხოვის შედეგად რო შეგიძლია მოხსნა, იმას იხმარ დაუჭერ თავიდან და აღარ მოეშვება თუ გაწუხებს ამისი მოშვება და მსგავსი თემები. ეხლა ჩვენ ამას ჩავამაგრებთ ისევ აქ დამჭერში. ავიღებთ ესეთ ხელსაწყოს, ეს ხელსაწყო ამის წინ აგიხსენეთ, რაც არის და რასაც აკეთებს. დამჭერამდე ერთი ძამით განახებთ. აგერ გვაქვს ჩვენ უყურეთ, აგერ წერტილი უყურეთ, ნახრეთი. აი ამ ნახრეთში გავუყრით ჩვენ ამ ღეროს. და უფრო წვრილი ნახოთ, ამას უჭირს თავისი საქმის შესრულება. აი ამ ღეროს გავუყრით აქ და გამოვაყოფინოთ ესე მეორე მხარეს თავს. რისთვის არის ეხლა ეს საჭირო? ეს დაიჭერს ამაში, ასე რომ ვთქვათ, ჩაკეცილ ზამბარას, რომ ჩვენ რო ამ თავის მოხსნას დავიწყებთ, ეს ზამბარა არ გამოხდეს, არ გაგვაყრევინოს ხელიდან ხელსაწყოები და არ მოვფანტოთ თელს ოთახში ეს ჩვენი იარაღის ნაწილები და ხელსაწყოები. შემდეგ ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება ჩვიდმეტიანი ქანჩი და ამასაც ვიშველიებთ ხელში სიმძლავრისთვის. აქ აქვს დაკუთხული ამას სპეციალური საქანჩი ადგილი, სადაც ამას ვათავსებთ ესეთნაირად.
ესეთნაირად და ესეთ დავატრიალებთ. ბატონოჩი. მოდი ახლა ეს გადავდოთ გვერდზე. რაღაცები გამოვა თან გავწმინდოთ. სანამ ეს მექნებოდა, მანამდე ვიყენებდი სხვა რამის ხონდა ესეთი სამედიცინო ღერო, რომელიც ჩემი ჭკუაზე მქონდა გადაკეთებული და ესეთნაირად მაგალითად უყრიდი აქ და იგივე ფუნქციას ასრულებთ. არაფრით განსხვავებულს. ასე რომ არ გეგონოთ, რომ რაღაცა კონკრეტული უნდა გქონდეს, მანდა მაინც რითაც შეძლებთ, რომ გააკეთოთ ეს ნებისმიერი რამე მოსულა. ახლა ეს უკვე შეგვიძლია ხელითაც მოვხსნათ. ესეთნაირად, აი როგორი დაკუთხული ისინი აქ ამას, რომ სადაც ედება ქანჩი. იმას მოვხსნით ახლა სელამაზად და ეს თავაკი გამოვიღეთ. და ზამბარა შიგნით გაჩერებულია, გველოდება აგერ კი ხედავ. ეს ჩვენ შესაბამისად გავწმინდოთ. ზეთიანია, ესეც უნდა იყოს. ამას აქვს კიდევ ესეთი რეზინა დატანებული აქ, რომ როდესაც აქ ჩაიხრახნება, მოშვება არ მოხდეს მარტივად ერთგვარი სტოპერი დავარქვათ. მუხრუჭი. შემდეგ ამას გავაძრობთ აქედან. და ოპა. გამოვიდა ჩვენი ზამბარა თავისი მიმწოლით. რა კარგად არის ესეთი. ეს ზამბარა გავწმინდოთ, გავასანსალოთ. აი, რამდენი ეგრეთ წოდებული ჭუჭი და შანგიდან ნადები აქვს მაინც. მუქი. არა კარიჩნი და ესეთი ამბავი. ეს ჩვენ ზამბარა, რომელი ზამბარაც აწვება უკან. აი ამ მიმწოლ ბერკეტს, ამას რა დავარქვათ? ჩამკეტი მექანიზმის მიმწოლი ბერკეტი. ჩამკეტ მექანიზმს ხო თავად აქვს უკან კუდი. აი ეს ქრომირებულია, ეს ქრომირებულია. აგერ ხახუნისგან ქრომი გადაცლილი. ეს დეტალი ქრომირებულია ბატონოჩი. ეს ყველაფერი გამოიყურება ესეთნაირად არის ჩადებული. ეს კი წარმოვიდგენთ ახლა აქ. უკანა მხრიდან ეს არის მობჯენილი. აი ამაზე ჩამკეტი მექანიზმი არის მობჯენილი. აი აქ ესეთნაირად ზის და გასროლის შემდეგ ეს მოდის უკან, ეს ზამბარა იკუმშება, ჩამოდის ეს ემაში და შემდეგ უკან გაშლის დროს ისევ აწვება ამ ჩვენი ჩამკეტი მექანიზმის კუდს მიმწოლი ბერკეტი. ჩამკეტი მექანიზმის მიმწოლი ბერკეტი დავარქვათ ამას. ეს აწვება, ასე ვთქვათ, ჩამკეტ მექანიზმს და აი ესე დადის ეს ყველა გასროლის თუ ჩამკეტ მექანიზმზე ძალისმიერი ზემოქმედების დროს. ეს ხელით იქნება თუ გასროლის შესაბამისად აი ესე დადიან მოკლედ ეს სამი დეტალი წინ და უკან. აქედან ყველაზე საინტერესო ამავდროულად რა არის? ეს გასაგებია და აი ამ ჩამკეტი მექანიზმის მიმწოლ ბერკეტს
აქვს უკან ინტეგრირებული ესეთი რამ. აი ესეთი რამ აქვს ინტეგრირებული, რაც აქვს ბენელებს. ანუ ეს არის ბენელის გამოგონება და წინა თაობის რეტაებს არც ერთს არ აქვს ეს. მაგრამ ატანეუებს რაც გამოდის იმ დროიდან აქვს აი ეს და ამას ვოცნებობდი რომ ქონოდა ჩემს თოფს და კონკრეტულად რეტაის წარმოების თოფს. აი ამას ვოცნებობდი. ეს არის ამორტიზატორი, რომელი ამორტიზატორიც ეს ძალიან მიჭირს, რომ გაჩვენოთ რამდენად იკუმშება. აი ასე გაჩვენოთ ახლა ეს. აი უყურეთ საიდან გამოჩნდება ახლა ეს ესეთნაირად იკუმშება. ანუ უკან წამოსვლის დროს ეს დიდ მუხტებზე განსაკუთრებით ერტყმება აი ამ მონაკვეთს, სადაც აკეთებს ესე ჩაკეცვას, ანუ ეს დაზამბარებულია და ვინაიდან დაზამბარებულია ეს უკუცემის დროს სად ეს მთლიანი რომ მოეჯახუნება ამას და მე ეს ყველაფერი კონტაქტს რო გადასცემს იმ დარტყმას და სად აი აქ რო შეიკუმშება თავის თავში დარბილდება უკუცემა კიდევ უფრო რა და ამის შემდეგ კიდევ ეს არბილებს უკუცემას და გამოდის ძალიან კომფორტული გასროლა და როდესაც ეს ჩაკეცილია უკან მე ხო ეს უნდა გაიშალოს და რო ჩაიკეცა ამან გაშლის დროს იმხელა სტარტი მისცა და ისეთი სისწრაფე მისცა ჩამკეტი მექანიზმის წინ სვლას რომ ფაქტიურად როგორ ვთქვათ გაზმტენის ჩაკეტვის სისწრაფეს უტოლდება ფაქტიურად შეიძლება ბოლომდე არა მაგრამ თითქმის იმას უტოლდება და არ არსებობს შანსი რომ აქედან წასულმა ამ ბერკეტმა და ჩამკეტვა მექანიზმმა ლულაში ვაზნა ვერ შეიტანოს თუ ესე არ არის გახრილი ვაზნა რა რაღაცა სასწაულად არ არსებობს უბრალოდ რომ სხვანაირად პრობლემა შეექმნას ამას შეტანაზე და უწინ როდესაც ეს არ ხონდა მაგალითად ჩემს გორდიონზე მქონდა ესეთი პრობლემა ცალსახად მოგვარებადი მაგრამ არა ისეთი ასე რომ ვთქვათ ეს ზამბარა იყო შედარებით სუსტი აი ეს ზამბარა იყო შედარებით სუსტი და როდესაც ეს ჩამოვიდოდა უკან მე მარტო ამ ზამბარის ხარჯზე მოდიოდა ამ მთლიანი ჩამკეტი მექანიზმის ამ სიმძიმე რკინის წინ წაღების პასუხისმგებლობა იმას ემატებოდა კიდე ვაზნის წაღების პასუხისმგებლობა და რულაში შეტანის პასუხისმგებლობა და მოკლედ სუსტი იყო ეს ზამბარა და ვერ ართმევდა თავს და ხშირად რჩებოდა ხოლმე ნახევრად შესული 1 სანტიმეტრით რო ეკლდა შესვლას და ასე შემდეგ ან ისე რომ ბრუნავი თავი ვეღარ იკეტებოდა თავის ადგილას და იყო ხოლმე ფუჭი გასროლები. შემდეგ გამოვცვალეთ ეს ზამბარა, დავაყენეთ ხისტი ზამბარა, იყიდებოდა მაღაზიებში და ეს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ ამ შემთხვევაში როცა გვაქვს ეს, რაც არ უნდა რბილი იყოს ეს ზამბარა, ამის ხარჯზე აუცილებლად ყველაფერი დასრულდება იდეალურად. ანუ ტექნიკურ გამართულებას ხელს უწყობს ეს, როგორც გადატენვაზე, ისე უკუცემის შემცირებაზე, განსაკუთრებით დიდ მუხტებზე. ასია ბატონო ჩემო ეს კიდე რისი თქმა მინდოდა ხო კიდე რისი თქმა მინდა მოკლედ ინერციულ თოფებში სუბუქი ვაზნების გადატენვის კოეფიციენტი მოდის აი ამ ზამბარის სიხისტეზე ხო აქედან გამომდინარე როცა ეს გვაქვს ინტეგრირებული ამ ბერკეტზე მიმწოლ ბერკეტზე ჩამკეტი მექანიზმის მიმწოლ ბერკეტზე ჩვენ გვირჩევნია რომ ეს იყოს რბილი ზამბარა რადგან მაქსიმალურად დაბალი უკუცემების დროსაც პრობლემა არ ქონდეს ჩამკეტ მექანიზმს უკან წამოსვლაზე და სრულყოფილ წინ და უკან სვლაზე. როგორც არის ამ ზამბარაზე დამოკიდებული ასე რომ ვთქვათ გადატენვის მსუბუქი ვაზნების გადატენვის პასუხისმგებლობა ამავდროულად არის დამოკიდებული აი ამ ზამბარის
დაბალანსებულობაზე კიდე ეგ. ეს ზამბარა რამდენადაც ხისტია, იმდენადვე უფრო პრობლემურია შემდეგ ჩამკეტი მექანიზმის უკან წამოსვლა. ანუ ჩამკეტი მექანიზმი როცა მოდის უკან, ჩამკეტი მექანიზმი, აი ეს ადგილი, აი უყურეთ, მოთეთრებული რო აქვს. ამ ადგილით გაარბის ზუსტად აი ამ ნიშნულზე ესეთნაირად, ესე რო ვთქვათ, რომელიც უნდა გადმოიწიოს უკან, იმიტომ რომ აქ ვაზნა არის შემოსული უკვე, სახლეს როგორც თითს გამოვყრავთ, აქ უკვე ახალი ვაზნა გაჩენილია და აქ უნდა გადმოირბინოს ჩამკეტვა მექანიზმმა, ეს უნდა ჩამოკეცოს ესეთნაირად, აი ესეთნაირად უნდა ჩამოკეცოს, რომ ზევით მიმწოდებელი აიწიოს, რომ წინ წასულმა ჩამკეტვა მექანიზმმა შემდეგ ვაზნა შეიტანოს ლულაში. და ამავდროულად არის კიდე დამოკიდებული დამცემ სასხლეტი მექანიზმის მშვილდი, რაც არის ეგრეთ წოდებული ჩაქუჩი, რაც ურტყავს უკან. აი ეს არის ესეთნაირად ინტეგრირებული და ეს ნაწილი, ეს მშვილდი ურტყავს აი აქ ნემსას ესეთნაირად და ინერციით მიდის ნემსა წინ და ხეთქავს კაფსულას. როდესაც იქ ის ყველაფერი აფეთქდება, შემდეგ ამან უნდა წამოვიდეს უკან, გადმოირბინოს აი ამ შუა ზოლით გათეთრებული რო გვაქვს აქ, ამ შუა ზოლით უნდა გადმოირბინოს ამ მშვილდზე, ანუ დამრტყმელ ჩაქუჩზე, რომელიც თავისთავად ქვევიდან აქვს ზამბარა დახვედრებული და აი ამ ზამბარის სიხისტეზეც არის დამოკიდებული მსუბუქი ვაზნების გადატენვა, რომელიც უნდა ჩაკეცოს დამცემა მექანიზმმა და ჩაკეტოს თავის ადგილას ესეთნაირად. ხვდებით ხო? ანუ უნდა იყოს ძალა, რომ ეს დაპრესოს, აი ამხელა წინაღობა უნდა გადმოიაროს. შესაბამისად, ამ წინაღობასთან ერთად უნდა გადმოიაროს ეს წინაღობაც და ამ წინაღობასთან ერთად უნდა გამოიაროს ეს წინაღობაც, ანუ მესამე ზამბარა და თვითონ თავად ჩამკეტი მექანიზმის სიმძიმეც უნდა ზიდოს იმ უკან წამოსულმა იმპულსმა, რომელიც ამ ყველაფერს მოიყვანს სრულ მოქმედებაში, რომ საკეტმა გააკეთოს სრული სვლა უკანა ნაწილში, რომ შემდეგ ახალი ვაზნის შეტანაც მოახერხოს სრულყოფილად და არ გაგვეჭედოს თოფი. აი ეს ყველაფერი მეტყველებს ამ ყველაფერზე ბატონო ჩემო და ეს ყველაფერი არის პასუხისმგებელი დაბალი ვაზნების გადატენვაზე. ერთი რომელიმე არ იქნება შესაბამის სიხისტეს დაყვანილი და ერთმანეთთან შეთავსებული და 24 გრამიანს არ გადაგიტენით, 22 გრამიანს არ გადაგიტენით და შეიძლება 28 გრამიანიც არ გადატენოს. და ეს ყველაფერი ისეთნაირად უნდა იყოს დაბალანსებული, რომ ეს ისე უნდა იყოს დარბილებული, რომ ამან ანუ გაუიოლდეს ამისი გადმოლახვა, მაგრამ შეძლოს მძიმე ვაზნის ზიდვა, მიმწოდებელმა რომ გაუშვას ლულაში ახალი ვაზნა. შესაბამისად, ჩაქუჩის ზამბარაც უნდა იყოს ისეთი სიმძლავრის, რომ იმან იოლად გადმოიაროს, მაგრამ დასხლეტის შემთხვევაში ამას ჰქონდეს ძალა, რომ წინ ნემს გადარჩეს დარტყმის ინერცია და იმ გავარდნილი ინერციის ხარჯზე ნემსმა მოახერხოს კაფსულის გახეთქვა. აი ეს ყველაფერი არის გასათვლელი და ამდენად საინტერესოა თოფი და იარაღი და მასში არსებული მექანიზმები, თუ რა დონის გათვლები არის საჭირო იმისთვის, რომ თოფმა იმუშაოს სრულყოფილად. აქედან ენიჭება თოფს კარგი გამომდგარი ხარისხიანი თოფის სტატუსი, რომ ეს ყველაფერი უნდა გათვლით მოხდეს, თორე უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ეს, მაგრამ რომელი რასთან მოაწინააღმდეგობაში ვერ გავიგებთ და გვექნება რაღაცა ჩავარდნები, ასე ვთქვათ და შემდეგ ესეც უნდა იყოს ესეთნაირად გათვლილი, რომ ამხელა ის ზიდოს, ასე ვთქვათ, ჩამკეტი მექანიზმი ვაზნის სიმძიმეს ზიდოს, რომ ეს სრულყოფილად მიიყვანოს წინამხარემდე ლულაში მოათავსოს ყველა საჭირო, ასე ვთქვათ, კომპონენტი, რომ
შემდგომი აფეთქება მოხდეს. ესეთნაირად არის აგებული და აწყობილი ჩვენი ინერციული თოფის სისტემა მთლიანად. ლანგრია ყველაფერი. ხო, ეხლა აქ ემატება პლუს აქ ზამბარის სიხისტეს მეოთხე ზამბარად შეგვიძლია რომ საქმეში ჩავწოთ. ანუ 4 ზამბარის სიხისტე უნდა იყოს ერთმანეთთან მორგებული და დაბალანსებული, რომ დაბალი გრამები გადატენოს. ამ შემთხვევაში რახან ამ გრძელ ზამბარას მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა იმისი, რომ ეს ზიდოს იმ გაგებით, რომ იმპულს გვაძლევს ეს ერთგვარად დარბილებული გვაქვს და ეს განსაკუთრებით დიდ როლს ითამაშებს უკუცემის სირბილეზე, დიდ ჭურვებზე, როცა მოდის, ვერ ხვდება უკან, მაგრამ ეხლა ამებრა, როცა მოდის, უკან ამას ადგილი აქვს და ინერციით კიდე აგზელებს გას და ეჯახება თავის უკანა ნაწილს. ძალიან საინტერესო რამეა. აი ამის გულისთვის მიყვარს მარტო ეს თოფი და ამ თოფის გაახლება. არა მარტო ამის გულისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ამის გულისთვისაც. განსაკუთრებით ამის გულისთვისაც, განსაკუთრებით ამის გულისთვისაც და განსაკუთრებით რახან გაჩვენებთ, გარეთ მივაყოლებ, ამისი გაახლება მიყვარს აი ამის გულისთვისაც, რომ მთლიანი კუდი მოდის ლულის უკანა კუდი და იკეტება ამ ადგილში. განსაკუთრებით იმისთვის, რომ ეს არის რკინის მეტალი, ბენელი M2-ის სიგრძისა, ასე რომ ვთქვათ, იგივე მყარი მეტალით, მასიური მეტალით გაკეთებული, აქ დამუხტული, სადაც ყველაზე მეტი სისუსტე შეიძლება მჭიც ჰქონდეს და ტყდებოდეს, აი აქ დამუხტული კიდე, სადაც მეტად წყდება თოფი და აი ამ ადგილში დამუხტული, სადაც არის კრიტიკული ადგილი ჭიდის გადატეხვისა. აი უყურეთ, ამ სისქემ მუხტაში ზის. აი ამ ყველა გაახლების გულისთვის ვცემ უდიდეს პატივს აი ამ კონკრეტულ მოდელს. ეხლა ჩვენ ეს ყველაფერი უენოთ ავაწყოთ ისევ უკან. მე მგონი საკმარისად ვისაუბრეთ, ხო? აი, დავიწყოთ ეხლა აწყობა. ბატონო ჩემო, აწყობა მოხდება, რა თქმა უნდა, უკუთან მიმდევრობით, როგორც ეკუთვნის თოფს. ბატონო ჩემო, ამას შევკეცავთ ესეთნაირად. ეხლა ამისი დაზეთვა, ასე რომ ვთქვათ, შეგვიძლია ეხლა აქედან ეს გადმოვადრიალოთ, ჩავაწვეთოთ. ესეთნაირად ბატონო ბარემ გაჩვენებთ. ამის ჩასაზეთად, მექანიზმების დასაზეთად, ჩოკების ხრახნის დასაზეთად ვიყენებ მის მოყოლილ ზეთს და იმ ზეთის ტუპიკს შესაბამისად არის ძალიან პრაქტიკული. სულ რაღაც 2-3 წვეთია საჭირო, მეტი არაფერი. всё. ეგ არის, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გამართულად იმუშაოს მექანიზმი. არავით არის თხელი ტაოტი, არავით არის სქელი ტაოტი და არანაირი ტაოტი არ ჩადოთ აქ. ჩაასხით ნეიტრალური ზეთი. დამთავრდა ან სილიკონის ზეთი. მაგით დამთავრდება ყველაფერი. შემდეგ დავახრახნოთ. როგორც კი ეს მოეჭირება, შეგვიძლია ეს ამოვაცროთ, მაგრამ პარე მივიყვანოთ ხელით საკლუჩემდე. სახრახნისი თუ ქანჩი, ეხლა მეც მაგარი
ხანჩამდე მივიყვანოთ ეს ამბავი და ეს გამოვაძროთ. Всё. ეს თვითონ გეტყვით, არ უნდა უაზრო გადაჭერათ ამბავი. აჰა, всё. დატორმოსდა. მივიდა და გაჩერდა. всё. აბატონოჩი. შემდეგ ჩვენ წინასწარ შეგვიძლია აქ ჩავალაგოთ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. გარდა ამ კონკრეტულისა. აი ისეთი ზომაა, რომ 14-იანიც გარქია და 13-იანი შეიძლება გაუჭირდეს წასვლა რა. ნუ მოგლეთ ამით უშვებ რა 14-იანით უშვებ მარტივად რო გითხრათ რა. ხო და აღარ აგირებთ თავს. ეხლა მე ეს იმდენჯერ მაქვს დაშლილი და აწყობილი, რომ უკვე ვიცი რა პოზიციაზე უნდა დავაყენო. ასე რომ არა მერევა არ მეშინია და ვისაც შეიძლება რომ ეს აგერიოთ, სანამ ამას ამოიღებთ თავისი ბუდიდან სურათი გადაუღეთ რა პოზიციაზე გეჭირთ და შემდეგ დაიმახსოვრებთ. ან დაიწერეთ ვისაც სურათის გადაღების საშუალება არ გექნებათ. იწვევს არ თქვენი საქმე ხლა. ესეთნაირად ჩავსვათ ბატონოჩი. ბატონოჩი. ესეც დავსვათ თავის ადგილას. შემდეგ ჩამოვაცნოთ კონდახს. ეს შუასადები გახდა შარი. მაინც გვერდზე გამომიცოცხლდა. ეხლა არ მომორჩილება, რომ აი ამას ვიძახდი წერა, რომ ეს იმდენად ახლოს აუყერო თითით აგვარებ აქ ამნაირ სიზუსტეებს. ეს კი აქ უნდა ჩავაგდოთ. შეგვიძლია ესეთნაირად და ესეთნაირად მიპარვით, მივიტანოთ, მაგრამ არ გამომივიდა ამ შემთხვევაში. ესეც შემიძლია ახლა თითით რომ მოვუჭირო ერთი მოჭერა, მაგრამ თან ისევიც ხოლმე გაჯიუტება, რომ სხვის აღარ მიგვირს მე რაღაცები რომ ჯიუტობენ ხოლმე, იმიტომ რომ მეც კაი ჯიუტი ვარ. აბატონოჩი. აბატონო. აქაც არ გვინდა რაღაცა გადასიკვდილება, იგრძნობთ ხელში რა. კანე, იმ ბოლოს, ასე ვთქვათ, როცა უნდა გაჩერდეთ. არ უნდა გადამკვდარება. всё. დატორმოსდა. გაჩერდა. ყველაფერი კარგად. ჩავსვათ ახლა დამცემსასხლეტი მექანიზმი. დამცემსასხლეტი მექანიზმის ჩასმის დროს აუცილებლად ჩამკეტი მექანიზმის გამშვებღილაკს ვაჭერთ თითს და ისეთნაირად შევყავს ეს თავის კალაპოტში. ეს всё. შემდეგ ჩამოვალთ ამას. შემდეგ შეგვიძლია ან მანამდე დავაყენოთ ეს პატივცემული. არ არის ამის დაყენება რთული. აბატონო ჩემო.
შემდეგ ოპა აი მაშობა ცერაკოტის აღება დაგვეცა და არაფერიც არ მოვიდა ცერაკოტის ლაკი შემდეგ ჩამოვალთ ცევიოს დავუკეთებთ ლულისა და ცევიოს დამჭერს გავუშვებთ დამცემ სასხლეტის დაშვებას მოვახდენთ აი ესე უნდა მივიტანოთ ჩამკეტი მექანიზმის კუდი დამტყმელ ჩაქუჩიდან მოუჭერთ სასხლეტს თითს და გავუშვებთ და ესეც წამოყვება წინ აი ამით დამთავრდა დღევანდელი ჩვენი ჩანაწერი დღეს არის 5 იანვარი და მრავალ შობას და მრავალ ახალ წელს დაგასროთ ღმერთთან